ბორცე კონტროლი დააწესოს. გუჯაბიძე შვენიერი ამოსვლა მასპინძლების მხრიდან კესი საჯარიმოშია განელი გუჯაბიძე დარტყმაკარის მიმართულებით ავთანდილ გუჯაბიძემ რა გოლი შემოგთავაზა კაპიტანმა დააწინაურა რუსთავი ისთვის მეორე გოლი ამ სეზონში ნახეთ კესიმ შვენიერი მოქმედებები შემოგთავაზა და გააშეშა ადგილზე თორნიკე მეგრელიშვილი ავთანდილ გუჯაბიძემ განმეორებით კიდევ ერთხელ ეს ეპიზოდი ერთი შეხებით გამოზომილი და შემადგენლობაში ესეც უნდა ვთქვათ უციას ჩაწოდება დარტყმაკარის მიმართულებით თუ თამაშგარი არ არის ანგარიში ძალიან მალე გათანაბრებულია და ამირან ზაგალია ზედიზედ მეოთხე მატჩი გავს. ბერიამ ნახოთ არანაირი თამაშგარი მდგომარეობა ზაგანია არ იმყოფებოდა ოფსაიდში და ნახტომში თავური დარტყმით ერთ-ერთი დააფიქსირა ტაბლოზე. მიმართულებით ყუდუშაურის საჯარიმოშია შეჩერდა ნაკ ბერუაშვილი ყურადღებით მოქმედებდა. იგივე სცენარი გვაქვს 20 წლების გაკეთება აქ დარტყმაკარის მიმართულებით და კიდაღამ გავიდა გოლი. ასლეთი შედეგად მეშახტესთან არ ქონდა კარგი შეხვედრა. კესი. სეიხასი, სელიმოვის ყვითელი ბარათი აქვს და აქ მიიღებს მეორეს. საუბრობდი პირველ ტაიმში, საუბრობდი ამ ყველაფერზე რომ განმეორებთ ეს მომენტ უკნიდან შეხვედრა. ჩაწოდება საჯარიმოში დარტყმაკარის მიმართულებით და გაიტანა იაკობიძემ. ირაკლი იაკობიძემ კიდევ ერთხელ მოახერხა ამ სტადიონზე თავის გამოჩენა. ესეც ასე ვთქვი მე რომ რუსთავს ეკნებოდა მეორე სართულზე უპირატესობა და იყო ახლა ეს თავური იყო შვენიერი. აუღებელი დარტყმა ადგილზე გაშეშებული თორნიკე მეგრელიშვილი. გამოიყენა თავისი გაგვიფუჭა ხასიათი. პირველ ტაიმი იყო ძალიან მაგარი. ხო ნუ აქ გოლი ძიმე ყოფილა შეჯახება და დასრულდა ჩვენი დღევანდელი შეხვედრა გუჯაბიძისა და იაკობიძის გოლებით რუსთავმა მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა აქტივში და პირველ წრეს და მადლობა ღმერთს ესა დავიწყებ მიულოცავ მთელი რუსთავის გულშემატკივარი ვარ თელ ჩემ გუნდს შემდგომლიდან დაწყებული დამთავრებული კარისკაცით რომელიც გაერთიანებულები ვიყავით ერთი რაღაცა მინდა ვთქვა რომ მოუგეთ მე მგონი ვისაც ვეთამაშეთ ჩემი გადმოსახედიდან ყველაზე კაი გუნდი იბერია ყველა ლიდერს ვეთამაშე და დღესდღეობით, დღევანდელი მოცემულობით ყველაზე კაი გუნდს მოუგეთ მე მგონი საქართველოში და ძალიან ბედნიერები ვარ.